ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელთანაც ჩვენ ისედაც საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა და თანამშრომლობა ჰქონდა, მაგრამ დღეიდან ეს თანამშრომლობა მიიღებს უფრო ორგანიზებულ სისტემურ ხასიათს. ჩვენი მიზანი და ამოცანა გახლავთ იმაში, რომ ის დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც არის ამ უნივერსიტეტში თავმოყრილი, ჩადგეს იმ დიდი საქმის სამსახურში, რომელსაც ქვია აფხაზეთის პრობლემის მოგვარება. და ის სწორედ ყველაზე დიდი პოტენციალი, ყველაზე დიდი ინტელექტუალური პოტენციალი არის აქ, სოხუმის უნივერსიტეტში, ამიტომ მასთან თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ თემებზე არის ჩვენი მიზანი და სწორედ ამიტომ მოეწერა ხელი ამ მემორანდუმს. ვიცით, რომ სამყაროში მუდმივი არაფერი არ არის და მათ შორის პრობლემა. პრობლემის მოგვარება შეიძლება. ჩვენ ხედავთ გზას და გვაქვს საშუალება. ყველაზე დიდი მიზნის კონფლიქტის მოგვარების. რეალურად ეს არის მშვიდობია, რომელიც გადის განათლებაზე, მის უმაღლეს წვერვალზე, მეცნიერებაზე და ყველაზე პროგრესულ ნაწილზე საზოგადოების ახალგაზრდობაზე. აი სამი კომპონენტი თავმოყრილია უნივერსიტეტში ზოგადად. და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი ისტორიული ბედისწერიდან გამომდინარე, მნიშვნელობიდან და მისიდან გამომდინარე, ეს უზარმაზარი ტვირთი გაცნობიერებული აქვს და მზად არის ზიდოს ტვირთი ყველა იმ უწყებასთან და ადამიანთან ერთად, ვისთვისაც უპირველესი და მთავარი არის ქვეყანა. ქართული სახელმწიფო, მისი ერთიანობა, თლიანობა, გარანტირებული უსაფრთხო მომავლის